მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია დავით სერგენკო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა ცვლილებების, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღის წინაშეა. რა იცვლება საყოველთაო დაზღვევის პრინციპში? რამდენად სწორად და სამართლიანად იხარჯება საბიუჯეტო თანხები და რა პასუხია ხელისუფლებას მძიმე რეალობაზე, რომ სოციალურ პოლიტიკაში გატარებული რეფორმების და რიგ შემთხვევაში რეალური ხელშესახებით ცვლილებების მიუხედავად საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი კვლავად სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს დავით სერგენკოს. მოგესალმებით ბატონო დავით. საღამშვიდობის. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. ბატონო დავით და ალბათ უნდა დავიწყოთ ზოგადი შეკითხვით. მეორე ტალღა იწყება ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის, რომელშიც ორი მთავარი კომპონენტია. უნდა განისაზღვროს კერძო დაზღვევის როლი და ფუნქცია საყოველთაო დაზღვევის პრინციპში და ასევე მოხდება შერჩევა იმ საავადმყოფოების თუ კლინიკების, რომლებსაც სახელმწიფო კონტრაქტს გაუფორმებს. ეს რაც ვიცით საზოგადოებამ ზოგადად. თუ შეიძლება კონკრეტულად რომ გითხრათ მოქალაქეებისთვის რა იცვლება ამ ცვლილებებით და რატომ გახდა საჭირო ესეთი კორექტივების შეტანა? ალბათ მეორე კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ, რატომ გახდა საჭირო ასეთი კორექტივების შეტანა. რეალობა ისეთია, რომ ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ მან შექმნა ესეთი სისტემა, რომელსაც არანაირი ცვლილება აღარ ჭირდება, თუნდაც უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ესეთი ბუნება აქვს ჯანდაცვას, რომ რეფორმები მუდმივად ჭირდება. პირობითია მეორე ტალღის რეფორმები, იმიტომ რომ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. სხვა მხრივ ეს სისტემა ვერ იარსებებს. ეხლა რაში გამოიხატება? თქვენ ხაზი გავუსვით ორ მიმართულებად. ერთი ის, რომ გაიმიჯნოს კერძო დაზღვევის ქონეები და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეები და მეორე კლინიკების შერჩევის ახალი კრიტერიუმები. საქმე იმაშია, რომ ეს გამიჯნა ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც დაიბადა საყოველთაო ჯანდაცვა, მაშინ მოხდა. ეხლა საუბარი არის იმის საჭიროებაზე, რომ ეს გამიჯნა განახლდეს, ამოიწიოს ქრონოლოგიურად უფრო მაღალ მიმართულებაზე, თუ ეს 2013 წლის მონაცემებით იყო გამიჯნული, გამიჯნოს 2017 წლის მონაცემებით, რაც ჩვენ ახალ სურათს მოგცემს იმისათვის, რომ თანხები უფრო მიზნობრივად მივმართოთ იმისკენ, ვისაც კიდევ უფრო მეტად ჭირდება და ეს აქამდეც ასე ხდებოდა. სისტემა უნდა განახლდეს, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, კლინიკების შერჩევის ახალ კრიტერიუმებს. ზოგადად ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, რომ მაღალ ხარისხს პაციენტების მოვლისას, რაც თავისთავად ნიშნავს ხარჯეფექტურობას, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე მცნებები არის გარკვეულად, მიაღწიოს სამი მთავარი ინსტრუმენტით. ეს არის პირველი სანებართო სალიცენზიო პირობები, მეორე არის ხარისხზე დაფუძნებული ანაზღაურება, რომელიც ურთულესი სისტემა არის და პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა ვერ იყენებს იზოლირებულად და მესამე არის უფრო მაღალი თამასის დაწესება, როგორც არის შერჩევის კრიტერიუმები. ძირითადად ქვეყნები სამივე ინსტრუმენტს იყენებენ ხოლმე, მაგალითად ასე არის ესტონეთში, ასე არის შვეიცარიაში, გერმანიაში, შტატებში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. მოდით ვუყვეთ თანმიმდევრულად ჯერ პირველ ნაწილს, როგორ განისაზღვრებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა, ან სახელმწიფო ჯანდაცვის პაკეტი მთლიანად აღარ მოიცავს, იქნება ეს შემოსავლის მიხედვით თუ იქნება ეს სტატუსის მიხედვით, მაგალითად დასაქმებულები? საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულობის კრიტერიუმი დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის დაბადებისთანავე 2013 წელს და იქ განსაზღვრულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვით შეუძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა. ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნება. მოხდა ისე, რომ მაშინ კერძო დაზღვევის ქონა ირიბ ინდიკატორად ითვლებოდა, რომ თუ კი კერძო დაზღვევა გაქვს, ესე იგი გაქვს საკმარისი შემოსავალი, რომ უზრუნველყო შენი საჭიროებები. ამ პერიოდის განმავლობაში 2013 წლიდან დღემდე მოხდა მთელი რიგი ცვლილებები. ნაწილმა ადამიანების დაკარგა, მას შემდეგ კერძო დაზღვევა და ახალი ვეღარ შეიძინა და ისინი აღმოჩნდნენ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობენ
და მეორეს მხრივ ის ვისაც მოქალაქე რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით, ხო? ახლა ეს რთული სათქმელი იქნება. მე ვფიქრობ, რომ აი უახლოესი დღეების განმავლობაში ბაზების საბოლოოდ დაზუსტება, ეს სამუშაო სრულდება უკვე. და მეორეს მხრივ იყვნენ ადამიანები, ვისაც 2013 წელს არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ანუ გახდნენ საყოველთაოს მონაწილეები, შემდგომში შეიძინეს კერძო დაზღვევა და სარგებლობდნენ, ცდილობდნენ ესარგებლად მათი მწვეველები ორივე დაფინანსების წყაროთი. აი ეს ორი მთავარი პრობლემა მოგვარდება ამითი და დაემატება სავარაუდოდ ერთი კრიტერიუმი, თუ კი ირიბად იგულისხმებოდა, რომ თუ კი კერძო დაზღვევა გაქვს, ესე იგი გააქვს გარკვეული შემოსავალი, ეხლა შემოსავლების მიხედვით დაზუსტდება, რამდენად მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობა მათ ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფაში. ანუ კიდევ ერთხელ უფრო მეტად რომ განმარტოთ, ეს არ იქნება ან პრინციპი, ან კერძო დაზღვევა, ან სახელმწიფო პაკეტი. აქ იქნება გარკვეული თანამონაწილეობა. ძირითადი ლოგიკა შენარჩუნებული იქნება ან პრინციპით, როგორც თქვენ ბრძანეთ. თუმცა თუ გამოიკვეთება საჭიროება, რომ ის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით, მაგრამ თან აქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მცირე ზედნაშენი პაკეტები მიიმატოს იმაზე, რასაც არ აფინანსებს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვა, ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ. აქვე ისიც დავაზუსტოთ, რომ საყოველთაობა ნიშნავს მოცვას მოქალაქეების, რომ ყველა მოქალაქე უნდა იყოს დაზღვეული. ეს პრინციპი არ იცვლება, როგორც ხვდები, როცა თქვენ გისმენთ. ესე ვთქვათ, საყოველთაო ასე სამინისტრო იქნება მზად საიმისოთ, რომ ითანა დავუშვათ რაღაცა ვალდებულებები წაუყენოს კერძო სადაზღვეო კომპანიებს ან დამქირავებლებს, რომ აი ეს პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. პირველ რიგში ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ნიშნავს საყოველთაო მოცვას. დიახ, ეს სწორედ ასე არის. ოღონდ დაზუსტება, ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომ ეს მოცვა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველას უხდის ფულს, განურჩევლად იმისა ეს მდიდარია ღარიბი თუ ასე შემდეგ. არამედ სახელმწიფო ქმნის სისტემას, რომელიც ამა თუ იმ გზით კერძო სახელმწიფო თუ შერეულით მოიცავს მოსახლეობის 100%-ს. 100%-ს. თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ თანამონაწილეობა დაუშვათ დამსაქმებელმაც რაღაცა პროცენტი გადაიხადოს, ამ სიტუაციაში ჩვენ სამწუხაროდ არა ვართ მზად ამ რეფორმის გასატარებლად, გამომდინარე იქედან, რომ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი დიდი სამწუხაროდ, აქ შესავსები იქნება სამუშაოს მაძიებელი უამრავი ადამიანი არის, რომ ჩვენ გქონდეს ისეთი დიდი მასა, ველი დაგროვილი, რომ უკვე გავავრცელოთ სავალდებულო დაზღვევაში თანამონაწილეობის პრინციპი. ეს ჯერჯერობით იქნება ნებაყოფლობითი. თუმცა სისტემა გათვლილი არის რისკების მინიმიზაციაზე. ამის გარეშეც სისტემა იმოქმედებს კარგად დამერწმუნეთ. როგორც კი განახლების პროცესი დამთავრდება, ჩვენ შეგვექნება იმის საშუალება, რომ სრული სურათი გავაანალიზოთ და განსაზღვროთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ან პრინციპს ვამატებთ კიდევ ერთ პრინციპს შემოსავლების მიხედვით სავალდებულობას, თუ უბრალოდ ვტოვებთ, გააქვს კერძო დაზღვევა, ვეღარ სარგებლობ სახელმწიფოთი და პირიქით. ჩვენ ამისთვის გვჭირდება დაზუსტებული ანალიზი და რისკების ძალიან დეტალური დათვლა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ. ძირითადად ბაზების დასრულება დამთავრებულია, დადარება დამთავრებულია, თუმცა რამოდენიმე დღე ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გვჭირდება, რომ სრული ანალიზი გავაკეთოთ და საზოგადოებას წარუდგინოთ რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტალღა. ბატონო დავით, ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ აი არსებობენ საქართველოში, თქვა საშუალო ფენა, მდიდარი ფენა, მათ ზედმეტი ხარჯია მათთვის სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევის დაფარვა, რაც რა თქმა უნდა ძალიან ლოგიკურია და ამას ალბათ უმეტესობა მოქალაქეების დაეთანხმება, მაგრამ რეალურ სურათს თუ ჩავხედავთ, საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ღარიბი, ანუ ბოლო მონაცემებით იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთთან ოჯახების და არა ვთქვათ მოქალაქეების, რომელთა შემოსავალი 40,000 ლარი ან მეტია ყოველწლიურად, ძალიან პატარა პროცენტი, 3%-ია მოსახლეობის. რამდენ მოქალაქეს ექნება საშუალება იმისა, რომ შეიძინოს კერძო დაზღვევა, კარგი პაკეტი და რას მისცემს ეს რეალურად ბიუჯეტს, რამხელა შვებას მოუტანს, აი რა თანხა გამოთავისუფლდება დაახლოებით ამაზე თუ გაქვთ უკვე რაღაცა გათვლები. დიახ, და ძალიან დაზუსტებული მართლაც ვძანებთ რეალურად და ძალიან სამწუხაროდ ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც 40,000-ზე მეტი აქვს შემოსავალი, ესეთი ადამიანები არიან მხოლოდ 12,000. ოჯახებს თუ წარმოვიდგენთ და ეს დაახლოებით 40,000-მდე არის, რაც ძალიან ცოტა არის. ეს მართლაც ასეა და ძალიან სამწუხარო არის. და ძალიან დიდი ბოდი ისიც დავაზუსტოთ, რომ ოჯახი შეიძლება იყოს 5 წევრისგან შემდგარი და 10 წევრისგან და ეს კიდევ ცალკე კომპონენტია, რამდენ ადამიანზე ნაწილდება ეს 40,000 და უფრო მეტი ლარი წელიწადში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საშუალო სტატისტიკური დაგეგმარება, რომელსაც სადაზღვეო კომპანიები იყენებენ.
უხეშად ეს არის ერთ ადამიანზე 3 წევრი, უფრო დაზუსტებულად 2.6 მეთოდი. ანუ აქ სტანდარტული გათვლები არის, რომელიც გარკვეულ დაზუსტებულ წარმოდგენას გვაძლევს. ის რომ შესაბამისობაში იყოს კერძო პაკეტის სახელმწიფოს მიერ, თქვენი სამინისტროს მიერ დადგენილ აუცილებელ, რაც ითვლება რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ეს პირობები. ამას ვინ უზრუნველყოფს? ჯერ არც ამისთვის არ ხართ მზად რომ ეს შესაბამისობის საკითხიც დადგეს, რომ არ იყოს მხოლოდ ფორმალობა, თქვა კერძო დაზღვევის ქონა. არა, რა თქმა უნდა, ეს ფორმალობა ვერ იქნება, არსებობს გარკვეული ლოგიკა პაკეტების შემადგენლობაში, რომელიც ლოგიკას დაცული არის სახელმწიფო პაკეტების შემთხვევაში და კერძო დაზღვევაში თვითონ მომხმარებელი თვითონ ირჩევს ამას, მათ თუ დასჭირდება დამატებითი კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს დავეხმარებით და სადაზღვევებიც, მაგრამ ისე არ იქნება, რომ ეს ფორმალურად დაუშვათ მარტო სტომატოლოგიის დაზღვევის პაკეტი იყიდოს და დარჩეს ღვთისანაბარა ყველაფერი დანარჩენში. რა თქმა უნდა, ეს პარიტეტი და ბალანსი, ამისი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ანუ იმუშავებთ სადაზღვევო კომპანიებთან, კერძოებთანაც საამისოდ, ან უკვე მუშაობთ? სადაზღვევო კომპანიებთან სულ მუშაობთ განუწყვეტლივ, რაც კი დავიწყეთ ეს პროექტი. სხვანაირად უბრალოდ არაფერი გამოვიდოდა. თუ შემოვა დაუშვათ შემოსავლის კომპონენტია ეს 40,000 რაც ითქვა ჯერ და თუ გადაწყვეტ თუ ესეთი შემოვიდეს ოჯახზე, აი ასეთ შემთხვევაში მაგალითად რა სტატუსი აქვს პენსიონერს, რომელიც აი ესეთ ის პენსიონერის სტატუსით ისარგებლებს და კვლავ იქნება ჩართული სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში, თუ ის ჩაითვლება ესეთი მაღალშემოსავლიანი ოჯახის წევრად, რომელსაც ოჯახმა უნდა უზრუნველყოს მისი დაზღვევა? აი პირობითად წარმოიდგინეთ ძალიან პირობითად რომ საქართველოს მოსახლეობა შეგვიძლია დავყოთ ასე ვთქვათ მოწყვლად ჯგუფებად და ყველა დანარჩენად ასე ვთქვათ მოწყვლად ჯგუფში ჩართულობის კრიტერიუმი არის თუ ხარ სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ასაკით პენსიონერი იმიტომ რომ იქ რისკები იზრდება ბავშვი და ასე შემდეგ მოწყვლადობა არ ნიშნავს იმას რომ შენ უმწეო ხარ არამედ ნიშნავს იმას რომ უფრო მეტი საჭიროება გაქვს თუ მოხდა ისე რომ ორი ფაქტორი ზედდება არის ერთი მხრივ ასაკით პენსიონერი არის ისეთი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს 40,000-ზე მაღალი შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით კატასტროფული რისკებისგან დაზღვევაში. ანუ ისეთი მდგომარეობების მართვაში, რომელიც მათთვისაც კი შეიძლება გახდეს ძალიან რთული და შეუძლებელი. და მეორეს მხრივ თანხებს გადავამისამართებთ იქეთკენ, ვისაც სხვა არანაირი წყარო არ აქვს. ეს ლოგიკა ახლაც მოქმედებს, ეს ლოგიკა 2013 წლიდანაც მოქმედებს. თუ წარმოვიდგენთ საყოველთაოს მონაწილეებს მინუს საქართველოს მოსახლეობას მინუს 516,000. აქ თანაბარი წრფივი არ არის პაკეტების განაწილება, არამედ მნიშვნელოვნად განსხვავდება სოციალურად დაუცველისთვის უფრო მეტია, სხვათა შორის ვეტერანებისთვის არის ყველაზე უფრო მაღალი მოცულობის პაკეტი, ასე რომ ეს ლოგიკა ის ვისაც მეტად ჭირდება დავეხმარებით, შენარჩუნებული იქნება მომავალში და იქ სადაც ზედება არის დავიცავთ კატასტროფული ხარჯებისაგან. ბატონო დავით, თქვენ იცით და საზოგადოებაც იცის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა და სწორედ ეს სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის განსაკუთრებით ყველაზე სერიოზული პრობლემა არის მედიკამენტების ფასები და ის რომ დაზღვევა არ ფარავდა მედიკამენტებს. თუ ამ ცვლილებების მერე თუ გამოთავისუფლდება გარკვეული თანხები, თუ არის გათვალისწინებული უკვე კონკრეტული ნაბიჯები საიმისოთ, რომ გარკვეული პაკეტი მედიკამენტების შევიდეს საყოველთაო დაზღვევაში და რა იქნება ეს პაკეტი, აი რა პრინციპით რომელი მედიკამენტები შევა? დიახ, აი მოკლედ რო ვთქვათ, მედიკამენტების კომპონენტი პირობითად დავყოთ სამ ნაწილად, ერთი რომელიც არის სტაციონარული მკურნალობისას საჭირო, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა რა თქმა უნდა ფარავს, მეორე ეს არის, როდესაც ერთი კონკრეტული დაავადების, თუნდაც ძვირიანი, დაუშვათ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისას არის საჭირო და მესამე, რაც ყველაზე უფრო პრობლემური არის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს ესა თუ ის წამალი. აი ეს მესამე კომპონენტი არის ძალიან პრობლემური. პირველ ორში შედარებით მოგვარებული არის. მესამე კომპონენტში არის აი დაახლოებითი ციფრი რო გითხრათ 50 დასახელების მედიკამენტი, რომელიც 4 ძირითად ქრონიკულ დაავადებას ფარავს და ფარავს ძალიან კარგად. ანუ ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ პირველივე დაზოგვილი თანხები გადავამისამართოთ აი ამ კომპონენტის დასაფინანსებლად და ძირითადად ეს იქნებიან მარტოხელა და უმწეო პენსიონერები, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად ჭირდებათ ქრონიკული დაავადების მართვის მედიკამენტები. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ეს.
ბატონო დავით, ცოტა ზოგადად რომ შევხედოთ სურათს შეიძლება არ ვიცი პოპულისტურად ჩამითვალოთ ეს შეკითხვა, მაგრამ მაინც არ შემიძლია არ დაგისვათ. თქვენ მარტო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი არ ბრძანდებით, სოციალური დაცვა და შრომითი უფლებები და შრომის სფეროც თქვენ გაბარიათ. და ეს არის ურთულესი სფერო, სადაც ვითარება კლავაც უმძიმესია. თქვენ იცით, შესავალსით თქვი, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო ამ საარსებო შემწეობის დანიშვნას, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში ითხოვს 1.600.000-მდე მოქალაქე. ნუ აქედან იღებს 500.000 დაახლოებით, მაგრამ ეს მონაცემი არ იცვლება წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე. ანუ ეს არის უზარმ თითქმის ნახევარი მოსახლეობის, ნუ 40%-ზე მეტი. და ეს დახმარებაც მაქსიმალურ შემთხვევაში 60 ლარი გაცილებით ნაკლებია იმ ისე რაც მიზერულ თანხაზე 161 ლარზე, რომელიც სტატისტიკის სამსახურმა დაადგინა საარსებო მინიმუმად. ეს არის სტატისტიკა, რომელიც რეალური ადამიანების რეალურ ტრაგიკულ ყოფას გამოხატავს. აი, რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ ბათუმში დედაშვილის სიკვდილის თაობაზე არის ვარაუდი, რომ ისინი გაიყინენ იმის გამო, რომ ვერ გადაიხადეს ელექტროენერგიის საფასური, ნუ ამას იძიებენ ალბათ და გვეტყვიან რეალურად რა მოხდა. ამავე დროს ყოველ გვესმის ცნობები დაუშვათ, არ ვიცი, სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონის დახარჯვისა კონცერტებზე და შოუ ბიზნესის ღონისძიებებზე, 5 მილიონის კონკრეტულ კონცერტზე დანამატების შესახებ პარლამენტის ახალმა წევრებმა 43 დღეში დანამატის სახით 625.000 ლარზე მეტი მიიღეს ამ ახალი მოწვევის პარლამენტში. თქვენ როგორც ამ სფეროს ხელმძღვანელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად იხარჯება ზოგადად საქართველოს ბიუჯეტი ასეთი მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით? მოგახსენებთ, უბრალოდ მე საშუალება უნდა მომეცეს, რომ რამოდენიმე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმოაჩინო ხაზგასმით. პირველი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ეს მართლაც შეესაბამება დიახ, UNICEF-ის მონაცემებს. ზოგადად ამ თემაზე ძალიან რთული არის ხოლმე, სანამ ერთი ბავშვი მაინც არის ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რომ სტატისტიკაზე ვისაუბროთ. თუმცა, თუ იგივე UNICEF-ის კვლევაში ნახავთ და წინა წლების კვლევაში ადარებთ, მე შემიძლია პროცენტები გითხრათ, 2010 წელს ეს იყო სადღაც 38%, 39%-მდე, ამის შემდეგ მცირდება, 2012 წელს ეს იყო ყოველი მეოთხე ბავშვი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო და ეხლა არის ყოველი მეხუთე ბავშვი, ანუ 39-დან ჩამოსული არის 18 რაღაც პროცენტამდე. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ დრამატულად გაუმჯობესდა ყველაფერი. პრობლემები უამრავი არის, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ელემენტარულად უნდა შევხედოთ წინაწლების დინამიკას. რა იყო? მაგრამ ეს ხო რეალური ბავშვებია, ბატონო დავით, იმათთვის რა იცვლება სტატისტიკით და დინამიკით. როცა ესეთი თანხები იხარჯება გართობაზე. თუ გაამახვილებთ ყურადღებას, მე პირველივე წინადადება ვთქვი, რომ მე უნდა მომეცეს საშუალება, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გაუსვა ხაზი და მეორე წინადადება ვთქვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლება მნიშვნელოვანი არის, ეს ყოველთვის მტკივნეული იქნება, სანამ ერთი ბავშვი მაინც იქნება შიმშილობის ზღვარს ქვევით. მე დავასრულე ეს, რაც პირველ ნაწილში დავიწყე, ახლა მეორე. რაც შეეხება მაშინ, როდესაც აი პრემიებზე, დანამატებზე და ასე შემდეგ. აი აქაც მარტივ ციფრებს გეტყვით. ჯანდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განკარგავს პოლიტიკას და აღსრულებას 3.4 მილიარდი ლარის. რისი უდიდესი ნაწილიც, კერძოდ 2.4 მილიარდი ლარი მიდის სწორედ პენსიებში და სოციალურ დახმარებებში. ამ თანხას ჭირდება ადმინისტრირება. თუ კერძო კომპანიების ან ნებისმიერი მმართველი კომპანიების პრეცედენტებს გადავხედავთ, ადმინისტრირების ხარჯები იწყება 10%-დან. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში ხარჯავს 0.8%-ს. აი ამ ბიუჯეტის მართვაში და ადმინისტრირებაში. ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც თავისთავად ესე რომ მიუშვა, თავისთავად თავის ვერ მართავს. ანუ ჩვენ ამას ვაკეთებთ 0.8%-ს. ამაზე უფრო დაბლა შემცირება, ჩემი აზრით, თეორიულადაც შეუძლებელი არის. ანუ იმ რატომღაც დემონიზირებულ საჯარო მოხელეს, რომელზეც თითქოს წარმოდგენა არის, რომ არაფერს არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ შავი ჯიპებით დაქრიან აღმად და რაღაც უსაშველო პრემიებს იწერენ, სინამდვილეში სისტემის შექმნა ამაზე დგას. მე კიდე ერთ ციფრს მოგახსენებ და ამით ვესწრები, რომ პასუხის ბოლოსკენ
სექტორიდან წავიდე. მაგალითად, მთლიანი თანხა, რასაც სახელმწიფო ხარჯავს ჯანდაცვაში და ეს არის 900 მილიონამდე. მთლიანად ჯანდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ასე შემდეგ. რო გავყოთ საქართველოს მოსახლეობაზე, საშუალოდ ერთსულზე დახარჯული გამოდის 250 ლარამდე წელიწადში. ამ თანხას ჭირდება ადმინისტრირება და ეფექტური გამოყენება. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ამ თანხას დავარიგებთ მოსახლეობაში ვაუჩერების სახით და მე ვეტყვით, რომ გავანულეთ საერთოდ ბიუროკრატიული ხარჯები და თქვენ თვითონ მართეთ დაწყებული სასწრაფო დახმარებით და სახელმწიფო რამდენი მიზნობრივი პროგრამის შემოღება შეიძლება თუნდაც აი მარტო მხოლოდ ბავშვებისთვის. აი მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ჩემ ნათქვამს მით უმეტეს ციფრებს აი ყურადღება მიაქციოთ. მე ვთქვი, რომ ადმინისტრირებაში ვხარჯავთ 0.8%. წარმოუდგენლად დაბალი ციფრია. ამ ადმინისტრაციული ხარჯების და მათ შორის პრემიების საჯარო მოხელეებიც ადამიანები არიან და სხვათა შორის ისინი იხდიან საშემოსავლო გადასახადებს და სარეზერვო ფონდიდან რატო უნდა ფინანსებოდეს ფესტივალები და სარეზერვო ფონდიდან. სარეზერვო ფონდი მოგხსენებათ ეს განსაკუთრებული ფონდი. გადავალ თუ მომეცემა საშუალება გადავალ ამ ნაწილზეც. ეხლა თქვენი კითხვა იყო, რომ მაშინ როდესაც ამდენი პრობლემა არის, რატომ იხარჯება დაუშვათ სარეზერვო ან სხვა რომელიმე ფონდიდან, ბიუჯეტიდან, რატო ფინანსდება კონცერტები. ამაზე, როდესაც შარშან ზაფხულში იყო ჩეკინ ჯორჯია, ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა ჩემმა კოლეგამ, კულტურის მინისტრმა დათვლადი და დადასტურებული მონაცემები თუ ამ დახარჯულმა თანხამ რამხელა ეკონომიკური უკუგება გააკეთა, რომ მასზე ბევრად მეტი თანხა შემოვიდა სხვადასხვა აქტივობებით, მაყურებლებით, ტურისტული აქტივობებით და ასე შემდეგ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ მე იმ დეტალებში ვერ შევალ, უბრალოდ არა ვარ საქმის კურსში, რა ეკონომიკური უკუგება ექნება ახლა, მაგრამ დამეწონეთ, რომ ეს გათვლები არის სწორედ ამაზე დაფუძნებული. ეს არის გარკვეული მოკლევადიანი ინვესტიცია. ამ თანხის დახარჯვა გაძლევს საშუალებას, რომ ქვეყანას მოუტანა უფრო მეტი შემოსავალი. აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა ფსიქიატრიის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია და ამ საკითხის გამო თქვენი სამინისტრო საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. თითქოს საფრთხე შეექმნა რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს დიდი ინსტიტუციებიდან პაციენტების, მოქალაქეების გადაყვანას ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში, სადაც იქნებოდა ფსიქიატრიული განყოფილება და ისევ ბრუნდება ყველაფერი ამ დიდ ინსტიტუტებთან, რომლებსაც ხალხში საგიჟერთებს უწოდებენ, რომელიც ზრდის სტიგმას და რომელიც ზრდის ადამიანების გარიყვას საზოგადოებიდან. ფსიქიატრები პირველ პრობლემად ასახელებენ ძალიან მწირ დაფინანსებას ამ სფეროში. საქართველოში ჯანდაცვის თვლიან სახელმწიფო დანახარჯებში ფსიქიატრიაზე მოდის მხოლოდ 1.9%-მდე. თანხა, რაც გაცილებით ჩამორჩება დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მაგალითად ბრიტანეთში 13%-მდეა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზოგადი რეკომენდაციით 5% უნდა იყოს. იგეგმება თუ არა გაზრდა დაფინანსების და თქვენც თუ თვლით, რომ მთავარი პრობლემა არის სწორედ თანხების სიმწირე ამ სფეროსთვის, რომელიც არის გამოყოფილი. თქვენ ნებართვით ორ ნაწილად გავყოფ პასუხს. პირველი, თქვენ ახსენეთ ამდენი პროცენტი რეკომენდაცია და ასე შემდეგ. საქართველოში ჯანდაცვაში იხარჯება ასე იზომება მართლაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%. ეს არის ყველაზე დაბალი მონაცემი ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში მათ შორის, სადაც 5, 7, 10% არის მთლიანი შედარება. ანუ ჯანდაცვაში იხარჯება საკუთრივ ძალიან ცოტა, 2.5%. შესაბამისად პროპორციულად ფსიქიური ჯანმრთელობის მიმართულებითაც. ის რომ ბოლო 4 წელიწადში 2.5-ჯერ გაიზარდა დაფინანსება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც თავზე საყრელი თანხა მოგვეცა ჯანდაცვაში. პირიქით, მთლიანი შედარება 1%-ზე ნაკლები იხარჯებოდა და ამის ფონზე გამოჩნდა ეს გაზდა. ეხლა რაც შეეხება საკუთრივ ფსიქიატრიას და ფსიქიურ ჯანმრთელობას. მიმართულება, რასაც ქვია დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც წარმატებით მიდის ბოლოსკენ ბავშვთა უფლებებში, იგივე ლოგიკა არის ფსიქიურ ჯანმრთელობაში, რაც არის სამი კომპონენტი, მხოლოდ და მხოლოდ. უტრირებულად რო წარმოვადგინო, ეს არის დიდი ზომის სპეციალური სპეციალური ფუნქციის ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გადასვლა უფრო ნაკლები ზომის განყოფილებებში, რომლებიც არის ინტეგრირებული მრავალპროფილიან საავადმყოფოებში. მეორე ეტაპი ეს არის, რომ სტაციონარში დაყონება შემცირდეს და ძირითადი მკურნალობა მიიღოს ამბულატორიაში ან თემზე დაფუძნებულ სამსახურებში. და მესამე, დეინსტიტუციონალიზაცია არის ბევრად ხარჯეფექტური მოდელი, ვიდრე ინსტიტუციონალური. ამ სტრატეგიას ჩვენც ვემხრობთ და ჩვენი შედგენილიც არის ფსიქიატრებთან თანამშრომლობით. ეხლა უნდა
ნახოთ, რამ გამოიწვია არა საზოგადოების, არა თლიანად ფსიქიატრთა საზოგადოების, არამედ მათი კონკრეტული ჯგუფის და მათთან აფილირებული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტივისტების უკმაყოფილება. ძალიან მარტივმა რაღაცამ. მეორე პოსტულატი, რაც მე ვთქვი, ნაკლები დაყოვნება სტაციონარში და მეტი ამბულატორიაში ან თემში, გამოყენებული იქნა აი ამ შირმის ქვეშ სინამდვილეში აბსოლუტურად მიუღებელ მიმართულებაში, რასაც ქვია წვავე ფსიქოზების მართვა. როდესაც პაციენტს ჭირდება სტაციონარში დაყოვნება და როდესაც ჩვენი მონიტორინგი ხედავს, ჩვენი უსაქმურად არ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე პაციენტი შედის მოკლევადით, მას წერენ, ისევ აბრუნებენ იგივე ან სხვა კლინიკაში და ეს მეორდება ასეულობით შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ თუ შეიძლება დავასრულებ სახელებით, გვარებით, რა თქმა უნდა, მე ჰაერზე არ ვსაუბრობ, სახელებით, გვარებით, პაციენტების, კლინიკებით, ისტორიის ნომრები ჩვენ გვაქვს ეს ყველა მონაცემები და არა მარტო ფსიქიურ ჯანმრთელობაში. ანუ დაფინანსება იყო როგორი? ერთი შემთხვევის მართვა ერთი თვის განმავლობაში იყო ლიმიტი რაღაც თანხა, X თანხა. თუ კი ეს პაციენტი მეორე თვეში გადავიდოდა, ეს თანხა გამოეწერებოდა თავიდან, მაგრამ ერთი და იგივე თვეში რო ორჯერ და სამჯერ ჩამოეწერათ სახელმწიფოსთვის ეს თანხა, კურნალობის დასრულებამდე წერდნენ, უშვებდნენ ქუჩაში ამ პაციენტს, მერე ორ დღეში ისევ აბრუნებდნენ თავისთან ან სხვა კლინიკაში, ვისთანაც კარგი კომუნიკაცია ჰქონდათ და 2-3 წრეს აკეთებდნენ, რომ აი ეს თანხა გამოეწერათ რის ხარჯზე, პაციენტის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ხარჯზე. და როდესაც თუ შეიძლება დავასრულებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტის დაყოვნება ძალით საავადმყოფოში ამის უფლება არ აქვს ექიმს. თუ ის არ უქმნის საფრთხეს თავის საზოგადოებას. უნდა მომცეთ საშუალება, რომ დავასრულო პასუხი. მათი არგუმენტი თქვენ გაიგონეთ, ეხლა იქნება მომცეთ საშუალება, რომ ჩემი არგუმენტის გაიგოთ. პაციენტის სტაციონარში მიღებას და გაწერას აქვს თავისი ლოგიკა და თავისი წესი. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიხსნია ეს ყველაფერი. პაციენტი ეწერებოდა მკურნალობის დასრულებამდე და წავე ფსიქოზების დროს აქ თავისი პროტოკოლი არის, როგორ უნდა მოიქცე პაციენტს და როგორ უნდა აუხსნა ეს ყველაფერი მათ გარშემო მყოფს. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ ეს ნაპრალი, როდესაც პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე ცდილობდნენ თანხების მიწერას ეს 12 ძირითადი მომწოდებლიდან 2-3 კლინიკა და ვითომ და ამას მოაყოლეს რაღაც პოლიტიკური დემარშები და თითქოს ჩვენ ვართ რაღაც რეტროგრადები და ვერ ხედავთ ამ ყველაფერს. რეალურად ამის უკან დგას ის, რაც მე მოგახსენეთ. მე ჰაერზე ავლაპარაკობ ამას და ვიცი უბრალოდ დეტალურად ეს ყველაფერი. პაციენტების გვარების და სამინისტრო რომ დავუშვათ თუნდაც ფსიქიატრთა ასოციაციას წარუდგინოს აი კონკრეტული შემთხვევები და აჩვენოს აი დასაბუთებული, იმიტომ რომ ისინი ამას ითხოვენ მე რამდენადაც ვიცი. რომ აქ მართლა საქმე იყო იმაზე რომ ფულს აკეთებდნენ კლინიკები და არა ის რომ უბრალოდ პაციენტს ძალით არტოვებდნენ საავადმყოფოში, პაციენტი გადიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა, რაც თანამედროვე მიდგომა. მე ვესწრები ხო რომ მზად ვართ, ანუ ვართ ისეთი ყოჩაღები რო წინაღუდგეთ ამ დიდად. რა თქმა უნდა მზად ვარ და მზად ვიყავით ყოველთვის. ეხლა ეს არ არის ფსიქიატრთა დიდი საზოგადოების რაღაცა პროტესტი ჩვენ რეტროგრადულ ქმედებაზე. ეს არის კონკრეტული შემთხვევები, რომლის უკანაც დგან კონკრეტული პაციენტები და მათი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. რა თქმა უნდა მზად ვარ და ყოველთვის მზად ვიყავით და ყოველთვის მზად ვიქნებით. აქაც სამინისტროში, სამინისტროს გარეთაც და არ საქართველოს ტერიტორიაზე. Როგორ ფიქრობთ, ბატონო დავით, ამ პრობლემის ერთ-ერთი წყარო, რომელიც ფსიქიატრიაში წარმოიშვა, ხომ არ უკავშირდება უფრო ზოგად პრობლემას, რომელსაც არაერთი ექსპერტი გამოყოფს, ანალიტიკოსი ამ სფეროში, საავადმყოფოების მფლობელობის პრობლემას, რომელიც ამ ხელისუფლებას მემკვიდრეობით გადმოეცა, ის რომ საქართველოში 90% კლინიკების არის სრულიად კერძო მფლობელობაში და კომერციულ ლოგიკას ექვემდებარება და მხოლოდ 10%-ია სახელმწიფოს ხელში, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებში უმეტესი კლინიკა მართულია ერთწოდებული არამომგებიანი non-profit ლოგიკის საფუძველზე, საბჭოების მიერ, ექიმების საბჭოების, უნივერსიტეტების ასე შემდეგ. აი, ხო ამარ ფიქრობ, რომ ამდენად ჩვენთვის ცნობილია ერთ-ერთი კლინიკა, სადაც იყო ფსიქიატრიული განყოფილება, მან იმიტომ თქვეს უარი ამ განყოფილების განთავსებაზე, როცა დაფინანსება შეუმცირდათ, რომ მფლობელი ამბობდა ამ ტერიტორიის გაქირავებით უფრო მეტი შემომივა შემოსავალიო. ანუ როცა მოგებაზე ორიენტირებული მხოლოდ კლინიკა, იქ ესეთი პრობლემები მუდმივად გაჩნდება. იმ შემთხვევაში, როცა იქნება სხვა ტიპის, ასეთის არამომგებიანი საბჭოები, იქ სხვანაირად მუშაობს ეს საავადმყოფოც, ოღონდ ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისება, ბუნებრივია, საგადასახადო შეღავათები, ასე შემდეგ. აი, თუ ფიქრობთ უფრო სისტემურად, რომ აი ამ ტიპის კლინიკების შემოღებაზეც იზრუნოთ, წახალისოთ.
დიახ, საკუთრი კერძო კლინიკების არსებობა არ შეიძლება იყოს ცუდი, ამას თავისი ძალიან დიდი პლუსები აქვს. პრობლემა იყო ის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში, ერთ წელიწადზე ნაკლები დროის პერიოდში 2010-ში და საპირწონეების მომზადების გარეშე მოხდა მასიური, ტოტალური, მინიმალური ვალდებულებებით გასხვისება, რის შედეგებსაც ნაწილობრივ ეხლაც ვიმკით. მე არ ვარ წინააღმდეგი კერძო კლინიკების და კერძო მმართველობის, თუმცა ამას აუცილებლად უნდა კონდეს საპირწონე ბალანსი მინიმუმ მესამედი მოცვით ან სახელმწიფო ან კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ან არამომგებიანი კლინიკების სახით. 2012 წლის ბოლოს ჩვენ ფაქტიურად კუჩი წავასწარეთ ხელი და 3-4 კლინიკა იყო დარჩენილი პრივატიზაციას და აი ამის საფუძველზე, ამის ბაზაზე ვცდილობთ რომ რაღაც გამოვძერწოთ, ახალი კლინიკები რამოდენიმე ავაშენეთ და აი ამ ლოგიკური საპირწონეს შექმნას. რაც შეეხება ამ კლინიკის მაგალითს, მაგ მარტივია, უბრალოდ მისთვის აღარ იყო მომგებიანი ეს სერვისი, მას არ აქვს სახელმწიფო პასუხისმგებლობა, რომ ესეთი დემარშები არ გააკეთოს და მოიქცენ ისე როგორც მოიქცენ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ პაციენტებს საფრთხე არ შექმნიათ და ფსიქიურ ჯანმრთელობაში ჩვენ სწორედ გვაქვს ისეთი საპირწონეები, რომლითაც შეგვიძლია რომ პაციენტების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. და კიდევ ერთი ბოლო კითხვა ჯანდაცვის სფეროდან და შემდეგ ძალიან მოკლე დროში შრომის უფლებებზეც უნდა გკითხოთ. ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც თქვენც კი საუბრიათ ბევრი და უმეტესობა კონსენსუსი ექსპერტებს შორის არის პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება, რაც ყველა გათვლით ხარჯებსაც შეამცირებდა ჯანდაცვისა საბიუჯეტო, იმიტომ რომ მოქალაქეს აღარ მოუწევს პირდაპირ კლინიკაში წასვლა ერთი სპეციალისტიდან მეორესთან, არამედ მას ექნება ურთიერთობა ერთ ექიმთან, რომელიც მას შემდეგ დააკვალიანებს და პრევენციას მოახდენს, რაც მთავარია, მაგრამ ამასაც ჭირდება უფრო სისტემური მიდგომა, უფრო სისტემური გათვლა და თავიდან ძალიან დიდი თანხის გამოყოფაც, რომ ეს ინსტიტუტი განვითარდეს, რომელიც დასავლეთის ყველა ქვეყანაში მუშაობს. ამაზე თითქოს აღარ არის საუბარი ახლა მეორე ტალღის ფარგლებში, ყოველ შემთხვევაში მე არცად არ შემხვედრია და რა იგეგმება ამ კუთხით. აბსოლუტურად სწორად მოკლედ და სწორად შეაფასეთ პირველად ჯანდაცვის მნიშვნელობა, მე აღარ ჩავალ დეტალებში. პრიორიტეტებსაც შეეხება შარშანდელი წელი ჩვენ პრაქტიკულად პირველადი ჯანდაცვის წლად გქონდა გამოცხადებული, დავამთავრეთ სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და იმპლემენტაციის გეგმის გაწერა და აბსოლუტურად მართებულად ბრძანებთ, რომ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი დანაზოგები მოგწვეს, პირველ რიგში ჯანმრთელობის და მეორე რიგში ფინანსური, თავიდან ჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ის გეგმა, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს იმისათვის, რომ მესამე-მეოთხე წელს, ასე ვთქვათ, მოგცეს პირველადი შედეგები. ამ წლის განმავლობაში ჩვენ არ გვექნება ემისი ფინანსური რესურსი, რომ მასირებული შეტევა განვახორციელოთ ამ მხრივ, მაგრამ რეფორმები, რომელსაც ვატარებთ, ამის შესაძლებლობას მოგცემს წლის და მომავალ წლის განმავლობაში და აქვე დავუმატებდი, რომ პირველი უკმაყოფილება, რაც ახლა მივიღეთ დაუშვათ ფსიქიატრთა საზოგადოების ნაწილისაგან, ეს უკმაყოფილება მხოლოდ პირველი მერცხალი იქნება კლინიკების ნაწილის მხრიდან, რადგანაც ის გასატარებელი რეფორმები, რაც ჩვენ დავიწყეთ, სწორედ ისეთი კლინიკების, ასე ვთქვათ, მოსარჯულებლად იქნება მიმართული, რომელსაც ზომიერების გზნობა დაკარგეს და პაციენტის ხარჯზე აპირებენ გამდიდრებას, ასე რომ აი ეს იქნება ჩვენი წლის მთავარი სამოქმედო გეგმა. ოფიციალური მონაცემებით 2011 წლიდან საწარმოო შემთხვევების შედეგად დაღუპულია 212-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა 700-მდე პირი, ეხება მშენებლობას, მეტალურგიას, მრეწველობას, სამთო-მოპოვებას, სხვა დარგებს. წელიწადში საშუალოდ 40 ადამიანი იღუპება მოგეხსენებათ სამუშაო ადგილებზე. შრომითი უფლებები ირღვევა, ამას ადასტურებს გაფიცვები, ამას ადასტურებს მასობრივი საპროტესტო აქციები ბოლო წლებში. ამ დღეებში რუსთავის აზოტის ქარხნიდან დაითხოვეს კოლექტიურად 350-მდე ადამიანი, რომელიც კვლავაც გაურკვევლობაში რა თავადაც არ იციან რა სტატუსი აქვთ. აპირებთ რომ შრომის საკითხებს უფრო მეტი პრიორიტეტი, უფრო მეტი სიმწვავე მიანიჭოთ სამინისტროს მუშაობაში და რა კეთდება ამ კუთხით კონკრეტულად თუ გვეტყვით. დიახ, არა მარტო ვაპირებთ, არამედ უკვე გაკეთებული გვაქვს დიდი ნაწილი. მოკლედ ვიტყვი აზოტის ქარხნიდან დათხოვნილ მუშებზე, აქ შრომითი დავების მედიატორი ჩვენ მხრიდან უკვე ჩართულია და მუშაობს. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას. აი დამორწმუნეთ ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი წარმოდგენა თუ როგორ იმართება საერთოდ ეს სფერო. აქ არის 6 ეშელონიანი იერარქია. პირველი ეს არის შრომის ინსპექცია, რომელიც
რომელიც წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ შეიქმნა. მისი ფუნქცია ხშირად მცდარად აღიქმება, რომ ეს არის შრომის ინსპექტორები არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ობიექტზე უნდა იყვნენ და ამოწმებდნენ თითოეულ სამუშაო პროცესს. სინამდვილეში შრომის ინსპექცია არის ესეთი ინსტიტუცია, რომელიც სისტემურ დონეზე ახდენს შესწავლას. მაგალითად, არსებობს თუ არა საერთოდ გაგრილების სისტემა დაუშვათ ცხელ საამქროებში და არავითარ შემთხვევაში არ აკეთებს იმის მეთვალყურეობას, რომ რამდენად ჩართულია თუ არ არის ჩართული. ამოწმებს სისტემურად, რამდენად არის პერსონალური დამცავი საშუალებები იმ საწარმოში დარიგებული და არავითარ შემთხვევაში არ აკეთებს ზედამხედველობას. პრობლემა ძალიან ბევრი უფლებადამცველი, მათ შორის ომბუდსმენი, სწორედ ამაში ხედავს პრობლემას, რომ შრომის პირობების ინსპექტორების დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა რეალურად მას ბევრი ფუნქციით არ არის აღჭურვილი, ის საწარმოში შედის მხოლოდ მიწვევის საფუძველზე, როცა საწარმო თვითონ დაუძახებს და აი უბრალოდ ძალიან მარტივად რომ გავუმარტოთ მაყურებელს. მომეცემა საშუალება რომ მე ვთქვი რომ სასიკვდილო პირობებია, ვთქვათ, მუშა შეიძლება ხვალ დაიღუპოს, ან სავარაუდოდ დაიღუპება, მას ბერკეტი არ აქვს ამის აღსაკვეთად, ვინაიდან მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. თუ მე მომეცემა საშუალება რომ 6 ვთქვი და დავიწყე მხოლოდ პირველით. პირველი არის ის, ვინც შრომის ინსპექცია სისტემურ რაღაცებს ამოწმებს და არა ოპერირების დონეზე. მეორე ეს არის ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც უკვე თავისი სფერო აქვს, რომ განსაზღვროს და გამიჯნოს მაღალი რისკის არეები და საშუალო რისკის არეები და დაუწესოს სპეციალური წესები. მესამე ეშელონი ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობების სამსახურები, რომლებიც უკვე არჩევით მონიტორინგს აკეთებენ სწორედ ოპერირების დონეზე, რამდენად ხდება აი ამ წესების დაცვა და ეს წესები სხვა შორის 2007 წლის მთავრობის დადგენილებაში არის ძალიან დეტალურად გაწერილი, უბრალოდ არ აკეთებდა არავინ ამის ადმინისტრირებას. მეოთხე ეშელონი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური, რომელიც მაღალი რისკების ზონების იდენტიფიკაციას აკეთებს, მაგალითად ცეცხლსაშიში ზონების. მეხუთე ეშელონი ეს არის პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტი, რომლებსაც აქვს მონაცემთა ბაზა და აკეთებენ შესწავლას დაავადებასთან, სამუშაო პირობებთან შეჭიდული დაავადებების და მეოთხე და უკანასკნელი და ყველაზე აქტიური, რომელიც უნდა იყოს, ეს არის საკუთრივი იმ კომპანიების, რომლებიც ოპერირებას ახორციელებენ, მათი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები. მოლოდინები, რომ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური დავით, რატომ იქნება აქტიური? მას თუ ნაკლები თანხა უჯდება და მაგისკენ ვცდილობ ახლა რომ მივიდე. თქვენ მომეცით საშუალება რომ 6 ჩამომეთვალა და ახლა ვცდილობ რომ აი ფინალიზაცია გავაკეთო ამ ყველაფრის. ის რომ შრომითი ინსპექციის დასკვნები ჯერჯერობით არ არის სავალდებულო შესასრულებლად არ ნიშნავს რომ ის სადღაც თაროზე იდება, არამედ ეს დასკვნები ნაწილდება იერარქიულად სწორედ ამ 6 საფეხურიან სისტემაში და ყველა დანარჩენმა რგოლმა გარდა ბოლოსი ამის შესახებ იცის. აი ეს არის სწორედ რომ მათ ეს ინფორმაცია უკვე აქვს ტექნიკურ ზედამხედველებს, სად აქვს სისტემური სუსტი წერტილი. უკლებლივ ყველა იმ დაწესებულებას, სადაც კი შრომის ინსპექცია ნამყოფია და დამატებით და ამითი დავასრულებ პასუხს, რომ წელს უკვე შესასრულებლად მხოლოდ შრომის ინსპექციის რეკომენდაცია უკვე გახდება. აქამდე იყო განაწილება იერარქიაში, რომ საქმის კურსი ჩაეყენებია. ანუ ორი მნიშვნელოვანი რამ, მცდარი შეხედულება, რომ შრომის ინსპექცია არის ტექნიკური ზედამხედველობა, ეს ასე არ არის ცალსახად და მეორე, რამდენად დრამატული არის სავალდებულო იყო თუ ნებაყოფლობითი მათი რეკომენდაციის შესრულება. დრამატული არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანი იყო და წელს აქეთკენაც გადავალ. თუ გეგმავთ რომ დაუშვათ უფლებამოსილება გაუფართოვდეს და თქვათ გაუფრთხილებლად შევიდეს რომელიმე საწარმოზე და არა მაშინ როცა საწარმოს ხელმძღვანელობა მიიწევს. ხან წლის განმავლობაში ეს მოიაზრება თავიდან შრომის ინსპექციის სამუშაოებას კერძო ბიზნესის უდიდესი ნაწილი ღია აგრესიით შეხვდა, თუმცა მალევე დაინახეს, რომ ეს მათი მეგობარია, რომელიც ეხმარება სუსტი წერტილების იდენტიფიკაციაში სისტემურ დონეზე და არა სადამსჯელო ორგანიზაცია, რომელიც შევადა რაღაც იქ დააჯარიმებს ან გააჩერებს ამ ყველაფერს. საბედნიეროდ კერძო ბიზნესმა ეს დაინახა, ჩვენს რო გჭირდებოდა იმისათვის, რომ არაფრისგან შეგვექმნა შრომის ინსპექტორები, რომელსაც იმის კვალიფიკაცია და კომპეტენცია ექნებოდათ, რომ აი ესეთი რთული სისტემური გადაწყვეტილებები მიიღოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა კონდეს წარმოდგენა, რომ ეს ადამიანები მზასახით იყვნენ და უბრალოდ ელოდებოდნენ იმას, რომ ჩვენ მიგვეთითებია რომელიმე საწარმოებს. მოსამზადებელია იყვნენ ესენი. და სულ ბოლო კითხვა, ყველაზე მწვავე დღეს არის სწორედ
აზოტის ქარხნიდან დათხოვილი ადამიანების ბედი და ასევე ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. ეს არ არის პირველი ხანძარი, ესეთი წარსულშიც მომხდარა. აი რისი თქმა შეგიძლიათ ამ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონკრეტულად აი ამ ორ ჯგუფზე ვილაპარაკოთ, რომლებიც დღეს ძალიან უმწეო მდგომარეობაში არიან. საწარმოო აზოტიდან დათხოვილი თანამშრომლების შემთხვევაში შრომითი დავების მედიაციის სამსახური უკვე ჩართული არის და ჩვენ იმის გარანტიას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები, კანონიური უფლებები დაცული იქნება. რაში გამოიხატებოდეს იქნება ეს კანონიური უფლებები სამსახურში აღდგენაში ან არ აღდგენაში, მე გამიჭირდება ამისი თქმა, იმიტომ რომ დეტალურად არის შესასწავლი, თუმცა დაჩაგვრით არავინ დაეჩაგრა, მათი კანონიური უფლებები იქნება დაცული. რაც შეეხება ბავშვთა სამყაროს და მიმდებარე ტერიტორიის დაზარალებულ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, მე გამიჭირდება ნამდვილად რომ რაღაც კომპეტენტური პასუხი გაგცეთ ამაზე, იმიტომ რომ მე მხოლოდ იმ კუთხით შემეძლია ამ შემთხვევაში აქტიური ჩართულობა თუ ვინმეს რაღაც ან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ან გადაუდებელი სოციალური საჭიროება. ამაზე არსებობს დავალიანებები აქვს საბანკო. დავუშვათ რომ გადაუვადეთ ამ ვალის დაბრუნება, ან აი ასეთი ძიმე დარტყმა მიიღო უმეტეს ძალიან ბევრ 1000-მდე მოქალაქემ, შესაბამისად 1000-მდე ოჯახმა. ესეთ რა მე შემიძლია გეპასუხოთ იმაზე, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი იმ სფეროზე, რომ აქ ჩვენ აქტიური ჩარევა არ შეგვიძლია, ერთი, მეორე, შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს პრესაშიც იყო გაშუქებული, რომ ეკონომიკური ბლოკის ministrებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გარკვეული შუამდგომლობა და ნეგოციაცია გაუწიონ ამ ადამიანებს, რომ მათთვის ეს მართლაც მძიმე ტვირთი, რომ შეძლებს დაგვარად შეუმსუბუქონ. მე გამიჭირდება, რომ დეტალიზებულად მოგიყვეთ ამის შესახებ, რადგანაც არა ვარ სამწუხაროდ დეტალურად გარკვეული ამ საკითხში. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. კარგად ზამდებოდეთ. დავით სერგენკო იყო ჩვენი სტუმარი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. თქვენ უყურებდით გადაცემა ინტერვიუს, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. გადაცემას უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით.